გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო. Გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. პირველ რიგში ეს ჩვენი მე-6 გადაცემაა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში ჩემს უმცროს მეგობარს, ჩემს ოპერატორს, ადამიანს, რომელიც აი ამ ჩვენს გადაცემებს ამონტაჟებს, შემდეგ ატვირთავს YouTube-ის არხზე, შემდგომ აწერს მას შესაბამის სათაურს, რაც ჩემთვის რამდენადმე უცხოა და ალბათ ჩვენი თაობისათვისაც ძალიან ბევრისთვის უცხოა ეს. მე მინდა ვუსურვო მას და ყველა ახალგაზრდას, ვინც ახლა სკოლაშია, ვინც ახლა უმაღლესშია, გამრავლდნენ, გაბევრდნენ, გამდიდრდნენ, გაღონიერდნენ. ჩვენი ოცნება არვეს ულამაზესი საჯიშე ქართველი გოგო-ბიჭები დაქორწილდნენ და გადავიქცეთ მრავალრიცხოვან ერად და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველაფერი იქნება გაცილებით უკეთესად. სიმდიდრეც იქნება ჩვენ ქვეყანაში, ღვთისწყალობაც იქნება ჩვენ ქვეყანაში, აღმავლობაც იქნება ჩვენ ქვეყანაში. ეს ბოლო ბრძოლებია ეხლა და რა თქმა უნდა ბრძოლები ყოველთვის ბევრ დიდ მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ ჩნდება რა არის ფასეულობა, ჩნდება სად არის აუცილებლობა, ჩნდება როგორ უნდა ვიდგეთ მედგრად რა არის ჩვენი ერთიანობა და წინაპირობა. ღმერთმა გაუმარჯოს ახალგაზრდებს. დიდებული თაობა მოდის. მე ღვთისწყალობით მაქვს შეხება სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტი ახალგაზრდობასთან და ეს მართლაც დიდებული თაობაა და დიდებული შევსებაა და დიდებული ნაკადია ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი სამშობლოსი და უცხოეთიდანაც თუ დაბრუნდებიან ქართველები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მრავლად გაემგზავრნენ, ეს კიდევ უფრო დიდი ბედნიერება იქნება. დღევანდელი ჩვენი მე-6 გადაცემა მიეძღვნება უკვე ეგრეთ წოდებულ ქუშის ქვეყანას, ეთიოპიის ქვეყანას და მდინარე გიჰონს. ახალ ქართულ თარგმანში, რომელიც ბოლო 15 წლის წინ და 15 წლის განმავლობაში გამოიცა, დაბადების მეორე თავის 13 მუხლი შემდეგნაირად ჟღერს. მეორე მდინარის სახელია გისონი. იგი გარსუვლის მთელს ქუშის ქვეყანას. ზოგან იგივე ქართულ გამოცემებში ნახსენებია გიჰონი, ზოგან გეონი. რაც შეეხება მცხეთურ ხელნაწერში და გიორგი მთაწმინდელის თარგმანში, შემდეგნაირად არის მეორე თავის 13 მუხლი და სახელი მდინარისა მეორის გეონ. ესე გარემოივლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და მოვახდინეთ იდენტიფიცირება, რომ მდინარე გიჰონი, გეონი, გისონი არის მდინარე არაქსი, დღევანდელი არაქსი, რომელსაც ქართულად ძველ დროში ერქვა რასხი, რომელიც ხშირად მოიხსენება როგორც არასი და იმის გამო, რომ იგი ფასიანის მთებიდან გამოდის და ფასიანის ველიდან გამოდის და მხარიდან გამოდის, ბასიანიდან გამოდის, ხშირ შემთხვევაში რუკებზე მეტადრე 20, 25, 18, 15 საუკუნის წინანდელ ეპოქას რო ასახავს, მას სათავეში აწერია ასევე ფასისი. შესაბამისად დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, რადგან ყველაფერი სათავიდან იწყება და შესაბამისად
კიდევ ერთხელ ვახსენოთ ედემის ბაღის ადგილი, ნაადგილარი, ასე ვთქვათ და ტაფობი. როგორც მოგახსენეთ, ამ ტაფობის დასავლეთი მხარიდან ხო გამოედინება აკამფსისი, იგივე ფასისი, იგივე ხარფასოსი, იგივე ფოასი და ეს არის მდინარე ფიშონი, ფშონი, ფაში, ხოლო აი ამ ტაფობის მარჯვნივ არის ეგრეთ წოდებული გიაურის მთა, ანუ ქართველთა მთა და მას ამ მთის კიდევ უფრო აღმოსავლეთით არის გურჯი ბოღაზი, დღევანდელი სახელწოდებით, რაც ნიშნავს ქართლის ყელს, ანუ ქართლისკენ მომავალ გზას, ქართლის გასასვლელს. და აი ამ მთიდან გიაურის მთის აღმოსავლეთი ფერდიდან გამოედინება მდინარე ქილისაგრექი, რომელიც შესაბამისად არის პატარა მდინარე და იგი ზუსტად იმ დონიდან გამოედინება, სადაც აი ამ წყალსაცავის დონია, რა დონეზეც ეს წყალსაცავია და გამოედინება და დღეს ეს მდინარე ჩაედინება ყარასუში, ანუ ევფრატის მკვებავში. და როდესაც ჩვენ ეს გარემო შევისწავლეთ გეოლოგიურად და დღეს იქ არხებია და ასე შემდეგ, ეს მდინარე რაღაც პერიოდის წინ შესაძლოა ეს იყოს რაღაც 100 წელიწადი ან 200 ან 500 ან 700, შეიძლება 1000, შეიძლება 2500. ეს მდინარე მიედინებოდა არა ყარასუსკენ და ევფრატის მკვებავი იყო, არამედ მიედინებოდა აღმოსავლეთით და ჩაედინებოდა მდინარე არაქსის აუზში. და დღესაც კი მდინარე არაქსის აუზის რამდენიმე მდინარე აი ამ ქილისაგრეკიდან სულ რაღაც 3-4 კილომეტრში არის ხელმარჯვნივ, ანუ აღმოსავლეთით ქილისაგრეკიდან და დღესაც არის იქ ხელოვნური არხი, რომელიც არის შესაძლოა ბუნებრივი კალაპოტის გასწვრივ და ეს ხელოვნური არხი გაუქმებულია, რუკაზე დავდებ და ილუსტრაციებში გაჩვენებთ ამ ადგილს და დღესაც კი უმარტივესად შეგვიძლია რომ ეს ქილისაგრექი გადაგდებული იქნას მდინარე არაქსის აუზში. რა გეოლოგიურ და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დეტალს შევეხოთ ახლა უნდა. ეს არის ის, რომ აი ამ რეგიონში ზოგადად და შუამდინარეთში უამრავი მდინარე ბუნებრივად თუ ხელოვნურად არის მიქცეული მასიურად სულ მდინარე ევფრატის კალაპოტში, რამაც ცხადია გაზარდა მდინარე ევფრატი და წყალუხვი გახადა და ეს წყალუხვობა უკვე გნებავთ მდინარის რეწვაში, გნებავთ სატრანსპორტო საშუალებებში არის დიდებული საშუალება ესეთი წყალუხვი მდინარე და ასე მაგალითად წინა გადაცემებში ჩვენ გზებზეც საუბრობდით, ადამიანი რო წამოსულიყო კუვეიტის ან ბაღდათის მიდამოებიდან, ანუ ძველი ბაბილონიიდან, იგი ამოყვებოდა მდინარე ევფრატს, მოვიდოდა ამ ჩვენს რეგიონამდე, ანუ კარამდე, კარნუმდე, კარინითამდე, ერზრუმამდე და შესაბამისად გადმოვიდოდა უკვე ჭოროხის ხეობაში. და მაშინაც იმ დროშიც და დღევანდელ დროშიც გაცილებით ოპტიმალურია წყლიერი გზა, ვიდრე მაგალითისათვის ქვიშიანი, გნებავთ მოკირწყლული და გნებავთ დღევანდელ დროში ასფალტირებული გზა. დამერწმუნეთ, რომ ეს გაცილებით რთული იქნებოდა იმ დროში, დამერწმუნებით, რომ გაცილებით უფრო რთული იქნებოდა მოგზაურობა ურმებით, ცხენებით, ქარავნებით და ასე შემდეგ და ტვირთზიდვა,
როგორი კარგი გზაც არ უნდა ყოფილიყო, როგორი კაი მოკირწყლული გზაც არ უნდა ყოფილიყო, ვიდრე მაგალითისათვის მდინარეთი, ვიდრე მაგალითად ზღვით და ასე შემდეგ. ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბროთ, ეხლა ამ წუთას ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ უკავშირდებოდა კუვეიტი და ანუ სპარსეთის ყურე და ბაბილონია მაგალითისათვის შავ ზღვას, იგივე სპერის ზღვას, იგივე პონტოს ეუქსინის პონტოს, იგივე ერთი სიტყვით ჩვენს რეგიონს და მერე უკვე ვისაუბროთ, როგორ უკავშირდებოდა მაგალითისათვის ბენგალია და ინდოეთი მთელს ევროპას და სად გადიოდა ეს მაგისტრალი. შესაბამისად, მაგალითისათვის ჩვენ ესეთი ცნობაც გვაქვს, რომ მდინარე არაქსს უნდა მომიტევოთ გადახვევასავით გამომდის. მდინარე არაქსს შუა დინებაში ალექსანდრე მაკედონელმა კალაპოტი შეუცვალა, გადააგდო და ეს 23-24 საუკუნის წინაც კი მისაღები იყო, რომ მდინარის კალაპოტის შეცვლა გნებავთ მისი წყალუხობიდან გამომდინარე და გნებავთ მისი სამაგისტრალო დანიშნულებით გამომდინარე აქტუალური იყო. და ერთი რომ ცალკე ძალიან დიდი ალბათობა, რომ შუამდინარეთის ხალხებმა, იქ მაცხოვრებელმა ხალხებმა და იქ არის ყოფილი ურარტუ, ყოფილი მითანი, ყოფილი კარდუ და ესეთი დიდი სახელოვანი ქვეყნები და იგივე ასურეთი შემდგომში და იგივე მერე შემდგომ დროში არიან ქართლი და ასე შემდეგ გრანდიოზული სახელმწიფოები და მერე უკვე შუა საუკუნეებში სპარსეთი, ბიზანტია, მერე უკვე ოსმალეთი და ასე შემდეგ დიდი ალბათობაც არის იმისი, რომ ყველა მდინარე და ეს რუკაზე კარგად ჩანს და გეოლოგიურადაც შესწავლადია, ყველა მდინარე ამ რეგიონში მიემართება ევფრატისაკენ. და ევფრატი გაცილებით უფრო წყალუხვია თითქმის ვიდრე ტერჯანამდე, ეს არის დერჭანი, ეს არის იგივე ლეონტიპოლისი, იგივე ბიზანას კათედრა, ლაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი კათედრა, ბიზანა, რომელიც ნოტიციებშია მოხსენიებული, საპატრიარქოსი კონსტანტინეპოლისა და აი ამ დონემდე წარმოიდგინეთ, თითქმის აი ერზრუმამდე სულ რაღაც 100 კილომეტრით დაბლა არის ეს ქალაქი, ესევე პირდაპირ ჩამოვიდეთ სამხრეთისაკენ. აი აქამდე იყო უპრობლემოდ სატრანსპორტო ნებისმიერ დროში და დღესაც შესაძლებელია იქ ტრანსპორტით, წყლის ტრანსპორტით მოგზაურობა აღმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპარსეთის ყურიდან დღევანდელ ტერჯანამდე, ყოფილ ლეონტიპოლისამდე და ბიზანამდე. რაც შეეხება ტიგროს, შესაბამისად იგი გაცილებით უფრო წყალმეჩხერია და ისადაც დღეს მაგალითისათვის არის ქალაქი მოსული, იქამდე თუ ავა აღმა ისიც ბრტყელძირა ტივი და გემი ბაბილონიიდან, იქ სადაც ჯერ კიდე ერაყის ტერიტორიაა და სადაც აი ქურდისტანია და ეს ცნობილი მოვლენები განვითარდა 4-5 წლის წინ სამწუხარო სისხლისღვრები და ასე შემდეგ. ქალაქი მოსული და ერთ-ერთი უდიდესი კიდე მოვლენა, რაც დედამიწაზე მოხდა და ამას ვერავინ ვერ გაექცევა, ეს იყო წარღვნა. ჩვენ წარღვნის კვალს პოულობთ თრიალეთის ზეგანზეც და არარატის მთებზეც და უამრავ მაღალ მთაზე, აი დღევანდელ ოკეანის დონედან 2 კილომეტრზე, 3 კილომეტრზე სიმაღლეში, ეს არის ნიჟარები, ზღვის არსებების ჩონჩხები და ასე შემდეგ, რაც ცალსახა იმისი მაჩვენებელია, რომ ოდესღაც და ეს ოდესღაც არის 46-47 საუკუნე, 57 საუკუნის წინ იყო წარღვნა და მთელი ეს მხარე იყო დაფარული წყლით. და შესაბამისად, რადგან დაფარა აქაურობა წყალმა, მერე როდესაც უკვე წყალი დაიწრიტა,
რა გადარჩა და მაღალი მთის კონტურები, მაღალ მთაში არსებული მდინარეების კალაპოტები, ხოლო რაც კი იყო ველზე, რაც კი იყო ბრტყელ ადგილას და ბარში, ის რა თქმა უნდა ლამმა დაფარა და ჩვენ ნახავთ ახლა უამრავ ილუსტრაციას მე დავდებ, რომ აი მაგალითისათვის ბაბილონიაში ურის გათხრისას და იგივე ქურნას, ერიდუს, ნიმრუდის გათხრისას 12, 14, 18, 20 მეტრზე ჩადიოდნენ და მერე პოულობდნენ ნაქალაქარს. წარმოგიდგენიათ 20-25 მეტრის ლამით, შლამით, ქვიშით, ტალახით და ქანით არის დაფარული ეს უძველესი კულტურის ქალაქები, რომელიც ქუხდა წარღვნამდელ პერიოდშიც და ასე შემდეგ. ეს ერთი ვერსია, ერთი ნიშანი, ერთი არავერსია, არამედ საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, რატოა მდინარეები ყველა ამ რეგიონში მიმავალი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩაედინებიან მასიურად. ეს არის ყარასუ, ეს არის ტუზლა, ეს არის სხვადასხვა მდინარეები ევფრატის კალაპოტში. ერთი ანუ ადამიანური ფაქტორი და მეორე იგივე აი წარღვნის შემდგომი თვითდინებები წყლებისა. მე მინდა კიდე ერთ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებიდან ცნობა მოგაწოდოთ, რომ რამდენჯერაც კი დიდი, გრანდიოზული გნებავთ ცუნამი, გნებავთ მიწისძვრა და ესეთი სამწუხარო კატაკლიზმი ხდება დედამიწაზე, დედამიწის ღერძი რაღაც რაოდენობით, რაღაც პროცენტით, რაღაც გრადუსით, რამდენიმე მეტრით, ასე ვთქვათ, იხრება და თითოეულ ამ გადახრას მოსდევს სხვადასხვა ტექტონიკური ძვლები, ან შესაბამისად სწორედ ტექტონიკურ ძვრებს მოსდევს ესეთი გადახრები. აი მაგალითისათვის ჩვენ გვახსოვს, თითქოს გუშინ იყო 9-10 წლის წინ ტაკუჰუს ეგრეთ წოდებული ცუნამი იყო იაპონიის აღმოსავლეთით და ამ დიდი ცუნამისას 35 მეტრიანი, მე ესეთი მონაცემი მიწერია, 35 მეტრიანი ტალღა წამოვიდა და მოგეხსენებათ რა უბედურებად დაატრიალა ხალხის გარდაცვალებიდან დაწყებული ატომური რეაქტორის საფეთქებით დამთავრებული ფუკუშიმაში ამ ცუნამმა და ამ დიდმა მიწისძვრამ და მერე უკვე აი დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების აპარატურამ და სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს, რომ იაპონიის სანაპირო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპიროს 4 მეტრით დაუახლოვდა. წარმოგიდგენიათ, აი 4 მეტრით დაახლოვდა ეს სამეცნიერო სადგურები ერთმანეთთან და შესაბამისად აი ესეთი მოვლენა როგორ ცვლის ბუნებას, ასეთივე დიდი და გრანდიოზული ცუნამი 2000-იანი წლების დასაწყისში, მგონი 2004-ში, 2005-ში განვითარდა ინდონეზიის სანაპიროზე და ზოგადად ინდოეთის ოკეანეში და თუ გახსოვთ, მაშინ აი ამ პერიმეტრზე ინდოეთის ოკეანისა უამრავგან ეს იყო სომალი, ომანი, იგივე მადაგასკარი, იგივე ეთიოპია, იგივე ცეილონი, ინდოეთი, ბანგლადეში, ტაილანდი, იგივე ინდონეზიის სანაპირო, ავსტრალიაც კი დაზარალდა და ცუნამი შეიჭრა. ნებისმიერი ასეთი დიდი მიწისძვრის შემდგომ დედამიწის ღერძი იხრება და ეს კიდე ერთი წინაპირობა იყო ალბათ იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზემო შუა მდინარეთში ყველა მდინარე ეს სინქრონულად მიედინება დასავლეთისაკენ და ჩაედინება ევფრატის
კალაპოტში. რამაც ევფრატი წყალუხვი გახადა, საკმაოდ წყალუხვი მდინარეა. ევფრატი, იგივე ფრატი, იგივე ფერატია. იგივე მე წინა გადაცემაში რო საუბრობდი მდინარეებზე, ფასისი და მსგავს სახელებზე, ფრატიც და ფერათიც და ფრეთიც რაოდენ დაკავშირებულია აი ამ სიტყვასთან, ხო? ფაზისთან და ფიშონთან. შესაბამისად, ისევ დაუბრუნდეთ მდინარე არაქსს, რომელიც როგორც თქვი, გამოედინებოდა აი ამ მოვლენებამდე, ან ხელოვნურად არის მისი ეს სათავე ჩაწყვეტილი არაქსის მკვებავისაკენ და გადაგდებულია ყველა წყალი ევფრატის აუზისაკენ. შესაბამისად, ეს მდინარე ქილისაგრექი გამოედინება გიაურის მთიდან და ჩაედინებოდა არაქსის სათავეში და შემდეგ უკვე არაქსი, რომელიც სათავეში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელდებულია როგორც ფასისი, მოედინება, გამოივლის აი ამ ფასიანის ველს, გამოივლის საოცარ ულამაზეს კუთხეს სახელწოდებით ზემო კოლა, ასე ვთქვათ, კოლას მე აუცილებლად დაუბრუნდეთ. ეს იქ არის კოლას მთა, ანუ კოლას მთის აღმოსავლეთით ჩამოივლის იგი და ჩაუვლის ულამაზეს უმშვენიერეს ქართულ ეკლესიას სახელად ჩანგლი. ის აუცილებლად სანახავია და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ ეკლესიის, რომელსაც უამრავი ქართული წარწერა აქვს და ტიპიური და ულამაზესი ქართული არქიტექტურაა, ნამდვილი სახელი არ ვიცით და ვეძახით იმ მდინარის, იმ სოფლის სახელს, რომელ სოფელშიც ეს ეკლესია დგას. ანუ ჩანგლის ეკლესია, ჩანგლი თურქული სახელწოდებაა. და იქვე არის პატარა ტბა, რომელსაც დენის ქვია, ანუ ზღვა. შესაბამისად, მე გამოივლის ეს მდინარე არაქსი და შემოუვლის სახელოვან მთას, რომელსაც ყველაზე მეტი სახელი აქვს ყველა მთასთან შედარებით დედამიწაზე. ჩვენ ქართველები მას უნდა ვეძახდეთ კარდუს მთას. ეს არის ურარტუს მთა. ეს არის არარატის მთა. ეს არის, როგორც სომხები მას ეძახიან, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ერი, მასისის მთა. ანუ აი მაგალითისათვის ხომ აქვს ჩვენთან იგივე მთა ყაზბეგს ორი სახელი. ეს არის ყაზბეგი და მყინვარწვერი. ანუ სომხურად, არმენიულად ამ მთის სახელი არის მასისის მთა. ხოლო მეორე სახელი, ძირძველი სახელი, იგივე ბიბლიური სახელი, ასე ვთქვათ, იგივე სხვადასხვა უამრავ წყაროში არსებული საერთაშორისო სახელი, მოდით ასე ვთქვათ, ეს არის არარატი, რომელიც წარმოიშვა სიტყვიდან ურარტუ. ურარტუს მთა არის ეს და კარდუს მთა არის და ქართუს მთა არის. აი რაოდენ კავშირშია ეს არარატი ურარტუსთან და კარდუსთან. კარდუ და კარდუ ეს ის მხარეა, სადაც პირველად დასახლდა ნოე თავისი ოჯახობით. კარდუ, კარდუნია და შესაბამისად ამ მთასაც ქვია უამრავ წყაროში კარდუს მთა, ქართუს მთა და ურარტუს მთა. და რაც შეეხება კიდევ რამდენიმე სახელი აქვს, თავისი სახელი დაარქვეს მას ქურთებმა, თავისი სახელი დაარქვეს ჯერ ოსმალებმა და შემდეგ თურქებმა, ზოგან აგრი დაგი, ესია მოხსენიებული და ეხლავეც ვიტყვი და მერეც გავიმეორებ, ძველ სპარსულად მამ მთას ქვია კუშნო. საქმე რაში მდგომარეობს? ანუ ნოეს მთა, ესე ჟღერს ეს სახელწოდება ძველ სპარსულად. შესაბამისად შემოუვლის კარდუს მთას,
არარატის მთას, მასისის მთას, ურარტუს მთას, მდინარე არაქსი, იგივე რასხი, იგივე გიჰონი და ჩაედინება ამ მთის აღმოსავლეთით და იქ არის ველი, რომელიც არის შემდეგ ქალაქთა შორის. მე რუკაზეც დავდებ და მოვნიშნავ ამ ადგილმდებარეობას და ილუსტრაციებში შემოგთავაზებთ. და ეხლაც მინდა გითხრათ. პერსარმენიის ყოფილი დედაქალაქი არის და ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, ასე ვთქვათ, უმჯობესია დვინი, დღეს ეს სომხეთის ქალაქია, ანუ დვინის სამხრეთით ნახიჭევანი მოგეხსენებათ და ნახიჭევანის მხარე და ნახიჭევანის ავტონომიური ოლქი, რომელიც თუ რესპუბლიკა, რომელიც დღეს აზერბაიჯანს ეკუთვნის, დვინი, ნახიჭევანის დასავლეთით, მერე ქვემოთ არის ქალაქი ჯულფა, ჯულფას ჩრდილოეთით და მერე არის ქალაქი მაკუ, მაკუს აღმოსავლეთით, აი ეს რომბის ფორმის ტერიტორია არის მდინარე არაქსის, იგივე მდინარე გიჰონის ჭალები და ამ ქვეყანას ქვია ქუშის ქვეყანა. ძველ ებრაულ თორაში, ძველ არაბულ ბიბლიაში, ახალ ქართულ თარგმნებში და ბიბლიის ბევრ გამოცემაში ამ ქვეყანას ქვია ქუშის ქვეყანა და ასეა მოხსენიებული. სომხებმა, არმენიელებმა ყველაფერს შეუცვალეს სახელი და პრაქტიკულად ძველი სიტყვაზე 7, 10, 12, 15, 20, 35 საუკუნის წინანდელი ქალაქი რო ატარებდეს ძველ ტოპონიმს და ეტიმოლოგიას, მსგავსი შეიძლება ითქვას, რომ არ შეგვხვდებათ. ხოლო რაც შეეხება ირანის სახელმწიფოს და ეს ირანის ტერიტორიაზეა ამ ქუშის ქვეყნის საკმაოდ დიდი ნაწილი. აქ ჩვენ გვაქვს შემორჩენილი ერთი კი არა, 15-მდე ტოპონიმი, ეტიმოლოგია. აი მე წაგიკითხავთ მათ სახელებს, რომელი ქალაქებიც არის პოლჩტატის მხარეში, ეს არის დასავლეთ აზერბაიჯანის ოსტანი, ირანის სახელმწიფოსი და ეს არის ირანის ჩრდილო-დასავლეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხრეთით, დღევანდელი თურქეთის უკიდურესი ზემო მხარის აღმოსავლეთით, ტბა ურმიას ჩრდილოეთით, ერევნის სამხრეთით. აი ამ რეგიონში არის ქალაქები, სოფლები სახელწოდებით ქუშიჩი, ქუშჭი, ქუშჩულარი, ქუშკი, ქუშბოღალი, ქუშქენდი, ქუშქაისი, ქუშქენდი და ასე შემდეგ. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა. ნახიჭევანის აღმოსავლეთით ილიჩევსკის რაიონში, ილიჩის რაიონი ერქვა, დღეს რა ქვია სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ პოვნადია. ილიჩის რაიონში, ანუ მთელს ნახიჭევანის რესპუბლიკაში, ყველაზე მაღალი მთა, ყველაზე მაღალი წერტილი, ეს არის დაახლოებით 3 კილომეტრიანი, 3000 მეტრიანი მთა, სახელწოდებით კარაქუში. კარაქუში გადმოსცქერის ქუშის ქვეყანას. და რაც შეეხება უკვე ირანის ტერიტორიაზე, მდინარე არაქსი შუაზე ყოფს ირანის ტერიტორიას და აზერბაიჯანის ტერიტორიას, აი ამ მონაკვეთში და ეს ჭალა არის ქუშის ქვეყანა, ხოლო რაც შეეხება ირანის ტერიტორიაზე არის ქალაქი მაკუ.
მაკუ, რომელიც წარმოდგება სიტყვიდან მადაის ქუში. ამ კუთხეს, ამ მხარეს ერქვა მიდია, მადაი, მედეას ქვეყანა. ანუ ეს სპარსეთის ძველი სახელწოდებაა და ყველამ ვიცით. როდესაც დაბრუნდა უკან მედეა, აი ამ რეგიონში დასახლდა და არა აიაში, არა ბორჩხაში, არა დღევანდელ ჭოროხის ხეობაში და ბათუმთან, არამედ აი აქ კოლას მთის, კოლხეთის მთის, იგივე შეიძლება ითქვას, კოლას მთის აღმოსავლეთში, ურმიის ტბის ჩრდილოეთში. ეს არის სივნიეთის, გაგიგიათ ცხადია პეროჟავრა სივნიელი, სივნიეთის სამხრეთი მხარე, ნახიჭევანი ხო იცით და იცით. არაქსის ხეობა არის ეს და ესეც ძალიან ახლობელი მხარეა ჩვენთვის მოგეხსენებათ. არა იმდენად ახლობელი და არა იმდენად ხანგრძლივად მყოფი ჩვენი სახელმწიფოებისა და ჩვენი ერის კუთვნილებაში, როგორც ტაო-კლარჯეთის სიტყვაზე და როგორც აინგილო, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ხანი იყო ეს მხარეები ჩვენი სახელმწიფოს იურისდიქციაში და ჩვენი ეკლესიის იურისდიქციაში. შესაბამისად, ვუბრუნდები სიტყვას მაკუ, ქალაქი მაკუ უკიდურესად ჩრდილოეთში, ჩრდილო-დასავლეთში ყოფი ულამაზესი საოცარი დღეს ირანის ტერიტორიაზე მყოფი ქალაქი, რომელიც ორ ძალიან მაღალ მთას შორის არის ხეობა და ეს ორი მთა ქმნის ბუნებრივ წინააღმდეგობას, ბუნებრივ ციხესიმაგრეს და ულამაზესი ქალაქია მაკუ, რომელიც რაღაც პერიოდი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირსაც კი ეკუთვნოდა, წარმოგიდგენიათ? და რაღაც პერიოდში, ეხლა ცოტა გადავუხვიე, რაღაც პერიოდში გაცილებით გაცილებით დასავლეთისკენ იყო 1930-იან წლებში, 1920-იან წლებში სომხეთის რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილი და წარმოიდგინეთ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თურქეთის სახელმწიფო მიხეირა და ჩამოჩოჩდა აღმოსავლეთით, ანუ ამ მხარეში საბჭოთა კავშირმა დაკარგა ტერიტორიები და ერთმანეთს ხელი ჩამოართვა ორმა მოძმეერმა, მანამდე რო არ ესაზღვრებოდნენ თურქეთის სახელმწიფოს და აზერბაიჯანის სახელმწიფოს, დღეს 13 კილომეტრიანი, 12 კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს. აი აქ პოლშტატის რაიონში, ირანის პოლშტატის რაიონის ზემოთ, ნახიჭევანის მხარე, ნახიჭევანის რესპუბლიკა ემიჯნება თურქეთის სახელმწიფოს და მათ აქვთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბაჟოც და 11-12 კილომეტრიანი საერთო საზღვარი. შესაბამისად, აი ამ რეგიონში აღმოვაჩინეთ ორი უმთავრესი, უძველესი, შეიძლება ითქვას, მთა, ქუშის მთა, მაკუს მთა, მედიის ქუში და შესაბამისად აზერბაიჯანის, ანუ ნახიჭევანის ტერიტორიაზე არსებული ყარა-ქუში, ანუ შავი ქუში. და ეს უამრავი ეტიმოლოგია, უამრავი ტოპონიმი კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ეს არის ქუშის ქვეყანა. და როგორც მოგახსენეთ, ეს მთავრდება სამხრეთით ქალაქ ჯულფასთან, სადაც 90 გრადუსიან მოხვევას აკეთებს მდინარე არაქსი და უკვე მტკვრის კალაპოტისკენ მოემართება და ეს მდინარე არაქსი სამხრეთ საზღვარია სომხეთის რესპუბლიკისა, მერე ისევ აზერბაიჯანისა და სპარსეთის, ანუ ირანის საზღვარია და შემდეგ უკვე სრულად შემოდის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც ხვდება მდინარე მტკვარს
და აი მანდ იყო სხვათა შორის სამხრეთ საზღვარი ალბანეთის სახელმწიფოსი და ალბანეთის ეკლესიის იურისდიქციისა ვიღაცეებს და ვიცით ვისაც რომ ამოაქვს დღეს ალბანეთი საინგილოში და ბოდბეში და გურჯაანში სასტიკად ცდებიან ისინიც ლატიშევიც სასტიკად ცდება ქეცვიხრი დიდი აკადემიკოსის 92 წლის მხცოვანი ადამიანის ბატონი დათუნა მუსხელის წინ ბატონი დათუნა მუსხელიშვილის 8 წლის წინაშე მაგრამ ისიც ცდება რომ თითქოს აქ დღევანდელ ქიზიყში იყო ალბანეთის ეკლესიის იურისდიქცია და უამრავი მკვლევარიც ცდება და საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოდ ცდება რომელიც დღეს არის ჩაშვებული სასკოლო პროგრამაში და რადგან სამხრეთ საზღვარი და ადგილი ვახსენე ანუ ბარდავი, პარტავი ეგრეთ წოდებული და მტკვარ-არაქსის შესართავი ჩრდილოეთი წერტილიც ვახსენოთ ეს იყო დღევანდელი მინგეჩაური და მინგეჩაურის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია ანუ ეს იყო ჩრდილო დასავლეთი წერტილი ხოლო სადაც არის ყაბალა იქ იმის მაღლა არის ფილფილა ეს იყო ჩრდილოეთი საზღვარი ალბანეთის ეკლესიის იურისდიქციისა და აღმოსავლეთი საზღვარი იყო რა თქმა უნდა მტკვრის შესართავი კასპიის ზღვასთან და ბაქო ასე რომ არასოდეს ჩვენ მაინც ვიცოდეთ ქართველებმა ჩვენ მაინც ვიცოდეთ ყველამ რომ არასოდეს დღევანდელი საქართველოს და არამც თუ დღევანდელი საქართველოს საინგილოს ტერიტორიაზეც არასოდეს არ ყოფილა ალბანეთის ეკლესიის იურისდიქცია და ისეთი დიდი დანაშაული რომელსაც ქვია პროზელიტიზმი არ ჩაუდენია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვის ეკლესიის სამრევლოში და ტერიტორიაზე არ შეჭრილა. ეს ძალიან დიდი ცილისწამებაა ჩვენი დედა ეკლესიისადმი. შესაბამისად მიმოვიხილეთ უკვე სიტყვა ქუში, აღმოვაჩინეთ აი ამ რეგიონში 20-25 ქალაქი, სოფელი, მთა, ციხესიმაგრე მდინარე, ასე შემდეგ იგი ამ სახელწოდებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სპარსეთის ტერიტორიაზე და ეს ერთ-ერთი ცხადი მეტყველება იმისა, რომ ამ მხარეს ქუში ერქვა მოსეს ეპოქაში, ანუ 33 საუკუნის წინ. და რა ხდება ახლა სიტყვა ეთიოპია? რატო ჩნდება სიტყვა ეთიოპია? როდესაც ჩამოვარდება სიტყვა ეთიოპიაზე საუბარი, უამრავი ადამიანი ეგრევე წარმოიდგინეთ, რომ გარბის და აფრიკის შუა აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ქვეყანა ეთიოპიას ეძებს და იქ ეძებს რაღაცა კავშირს ედემის ბაღთან და ამ ქვეყნიურ სამოთხესთან და როგორი აბსურდია, რომ აფრიკის აზიის და ევროპის ტერიტორიაზე განფინო გნებავს მხარე ედემი და გნებავთ ედემის ბაღი, ხო? მიუღებელი და აბსურდული თეორია. ის ეთიოპია არ არის. ეთიოპია შესაბამისად არის ბერძნული სიტყვა და პირდაპირ თარგმნით შავთავიანებს ნიშნავს და ალბათ მე ვფიქრობ ეს სახელწოდება აფრიკული ქვეყნისა ეთიოპიისა, რომელსაც ახლა სეპარატისტულად მგონი არ აღიარებული თუ ნახევრად აღიარებული ქვეყანა ერიტრეა გამოეყო. ერიტრეა და ეთიოპია არის დარქმეული დაახლოებით პირველ-მეორე საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვისა ან ახალი წელთაღრიცხვის აი ამ პერიოდში. და შესაბამისად რას ნიშნავს ეთიოპია, რომელსაც ახსენებს
მცხეთურ ხელნაწერში გიორგი მთაწმინდელი, ასევე ეთიოპია არის ნახსენები დაბადების მეორე თავში მე-13 მუხლში King James-ის ვერსიაში, ანუ ინგლისურ ვერსიაში, ძალიან ავტორიტეტული ვერსია ეს ბიბლიის თარგმნისა. იგივე არის ნახსენები რუსულ ბიბლიაში, ძველ სლავურ ბიბლიაში, ეს არის ბიბლია კირილა и მефოდია, ეთიოპია ნახსენები, ასევე ნახსენებია ძველ ბერძნულ სეპტუაგინტაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქუში არის ნახსენები ებრაულ თორაში, ასევე ნახსენებია ძველ არაბულ ბიბლიაში და ახალ ქართულ თარგმნებშიც. ასევე ეთიოპია ნახსენები ბაქარისეულ მე-18 საუკუნეში გამოცემულ არჩილის ხელნაწერის მიხედვით გამოცემულ დაბადებაში. ეთიოპია არის აიეტიოპია. აიეტიოპია, ანუ ნიშნავს აიეტი, როგორც ამას ბატონი გიაკვაშილავაც ამბობს, აიეტი თავისი სიტყვის შინაარსიდან, თავისი ფრაზეოლოგიიდან, აიეტი აღნიშნავს აიეტის მოქალაქეს. და შესაბამისად აიეტი მარტო ის მეფე არ იყო, აიეტნი იყვნენ ყველანი, შესაბამისად ვინც აიასში ცხოვრობდნენ და ჰეკატოს მილეტელი წერს, რომ მთელი სამხრეთ კავკასია კოლხები არიანო. ძალიან ბევრ ადამიანს ეს ძალიან უცხოდ ეჩვენება და მე ძალიან განვიცდი ამას, რომ ვერ პოულობენ დღესაც კი ზოგნი მსგავსებას საერთოს კავშირს და ასე შემდეგ ქალდეასა და კოლხეთს შორის ქ ა ლ რ იგივე შესაბამისად ეს ძალიან ხშირი ცვალებადობაა, რომ ქალდეა და ქართლი და კოლხეთი ერთი და იგივე ფუძის სიტყვებია და ის რომ საიდანაც მტკვარი იწყება ამ მხარეს ქვია კოლა და აქ არის კოლას მთა და ეს არის კოლაეთი და ეს არის კოლხეთი, ეს ხო ცხადზე ცხადია და მედია უკან დაბრუნებული თავის ხალხთან, თავის გუნდთან, თავის წრესთან, თავის საზოგადოებასთან, თავის სანათესაოსთან, თავის ამალასთან ერთად ჩამოვიდა და დასახლდა უკვე იაზონისგან განშორებული. დასახლდა აი ამ ქვეყანაში, ანუ ქარდუს მთის აღმოსავლეთში და ამ ქვეყანას უკვე დაერქვა აიეტიოპია, აიელთა ქვეყანა და ეთიოპია არის აიეტიოპია. და მერე შესაბამისად აიეტიოპია რო გადაქცეულიყო ეთიოპიად, რა არის ამაში გასაკვირი, ეს არის მეორე სახელი და კიდე მეწეღან ვახსენე ერიტრეა. ერიტრეას მე ვთხოვ რამდენიმე ჩემს მეგობარს, ვინც მისმენს და ძალიან ძლიერები არიან სიტყვათა დროთა განმავლობაში გადაკეთების ტენდენციის შესწავლაში. ერიტრეა რას შეიძლება ნიშნავდეს და ამ სიტყვას ჩავუღრმავდეთ. ერიტრეის ზღვად არის მოხსენიებული შავი ზღვა, მაგალითისათვის იგივე ბატონიშვილი თეიმურაზის ისტორიაში, ივეის ისტორიაში. შესაბამისად უკვე დავარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ანუ მეორე მდინარე გიჰონი არის რასხი, არაზი, არაქსი, რომელიც ჩაედინება შემოულის ურარტუს მთას, ქარდუს მთას, არარატის მთას და ჩამოედინება ქუშის ქვეყანაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ესეთი ტაფობია, დაბლა ნოყიერი და კარგი ადგილია ყველაფრისთვის, გნებავთ მიწათმოქმედებისთვის, სხვათა შორის აი ამ ქვეყანას, ნახიჭევანის ქვეყანას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ საკმაო პერიოდის განმავლობაში ვფლობდით მათ შორის დავით აღმაშენებლის დროს ცხადია და ეს ძალიან საინტერესო ქვეყანაა, უამრავი ძეგლია, უამრავი კვალი იქნება იქ და როგორც მოგახსენეთ, ეს სპარსეთის ტერიტორიაზეა და აუცილებლად სანახავია ქალაქი მაკუ და სპარსულ ენაზე, ძველ სპარსულ ენაზე
კუჰნო რო ქვია კუშნო ქვია არარატის მთას ქუშის ანუ ნოეს ქუშიო ნოეს ქუში ნოეს მთა აი ეტიაზე და ეთიოპიაზე უკვე ვისაუბრე ეხლა რადგან ჩვენ ვისაუბრეთ შესაბამისად წყლიერ გზაზე სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე ასე ვთქვათ კუვეიტიდან ბათუმამდე ჯერ იმას ვიტყვი მე წინა გადაცემაში შეგპირდით რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ დავადგინეთ და გავოცებული ვართ ამითი რომ ჩვენ მოგვიწია ამისი აღმოჩენა და დადგენა და ჩვენამდე ნუ თუ სადმე წერია იქნებ თქვენს გადაამოწმოთ რატო უნდა გვეპოვნა ეს ჩვენ 2020 წელს და რატო არ უნდა ეპოვნა უამრავ ადამიანს ეს 10, 15, 20, 30, 50, 60 წლის წინ რომ პლინიუს დიდი თავის ნატურალ ჰისტორიაში წერს რომ მდინარე ფაზისზე ყველა ქალაქი ასურელთა შემოტევის მერე განადგურდა და გადარჩენილია ერთადერთი ქალაქი აუღებელი ქალაქი ეს არის სურიუმი არისო განლაგებული იმ ადგილასო სადაც აღმა სანაოსნოაო მდინარე ფისონი საბჭოთა ისტორიოგრაფიამ სურიუმი დასვა ვანში ზოგმა თქვა რომ ეს არის სურები ჩოხატაურის რაიონში ზოგმა თქვა რომ ეს არის სულორის ციხე ვანთან და ეს იმ შემთხვევაში თუ რიონია პლინიუსისეული და სტრაბონისეული და პროკოფისეული ფასისი რიონი რომელიც ხან რომელიღაცა წერტილში სიგანეში 300 მეტრია 400 მეტრია და სუფონია თავიდან ბოლომდე ხშირ შემთხვევაში და ეს თქვენ გინახავთ და ხშირ შემთხვევაში შეიძლება 50 მეტრი იყოს ისეთი წყალუხვი იყოს და ესე იცვლიდეს კალაპოტს და როგორ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო 120 ხიდი მშენებლობა და ქალაქთ მშენებლობა მის სანაპიროზე და მისი სანაპიროების გავლით მგზავრობა და მოგზაურობა რასაც ვერ ვიტყვით კატეგორიულად მდინარე ჭოროღზე რომელსაც დღესაც 10, 20, 100, 500, 1500, 2500 წლის წინ მისდევდა გზა და მასში შემავალ ყველა ტოტს ჰქონდა ხიდი და თვითონ ჭოროღზეც, ანუ ფაზისზეც, აკამფსისზეც იყო გადადებული და 120 სტრაბონისეული ხიდი კი არა, 300-მდე ხიდი დავითვალეთ აი ამ მდინარის კალაპოტში თაღოვანები და მე შევწყვიტეთ შესაბამისად თვლა პლინიუსი ამბობს რომ ზღვის შესართავიდან აღმა 70 მილში რომაულ მილში არის ქალაქი სურიუმი 70 მილი რომ გადავამრავლეთ ძველ რომაულ მილზე შესაბამისად ზუსტი წერტილი მოგვივიდა სოფელი დემირკენტთან სოფელ ერკინისთან და ეს ის ადგილია სადაც შემოედინება მდინარე ოლთისის წყალი და უერთდება მდინარე ჭოროხს და აი ამ სამკუთხედში, ანუ ოლთისის წყალსა და ჭოროხს შორის კუთხეში ჩრდილოეთის მხარეს მდინარე ჭოროხს გადმოყურებს გმირთნაკვეთი ქალაქი, ლოდებით აშენებული ქალაქი, ულამაზესი და აუღებელი სოფელი ერკინისი, რომელიც იყო სურიუმი და მდინარე სურიუმი ერქვა ასევე მდინარე ოლთისის წყალს, რომელიც მარჯვენა შენაკადია და რამდენადმე აი ამ წერტილამდე წყალუხს
ხდის მდინარე ჭოროხს, ხოლო ამის აღმა უკვე ნავებითაც შეუძლებელია ცურვა მდინარე ჭოროხში. ასე რომ აი ვახდენთ აი ამ წერტილის იდენტიფიკაციას, რომ ეს იყო ნამდვილად 100%-იანი თუ და რადგან მდინარე ჭოროხი არის აკამფსისი, იგივე ფოასი, იგივე ფასისი, მაშინ მდინარე ფაზისზე აღმა ფსევდოსკილაქსი კარიანდელის ინფორმაციით 180 სტადიონში არის ქალაქი აია, ეს არის ბორჩხა, ხოლო პლინიუსის მიხედვით 70 რომაულ მილში არის ქალაქი სურიუმი, რომელიც ვერ აიღეს, ვერ გაანადგურეს, ვერ დაიპყრეს ასურელებმა, ისეთი საოცარი მიწისქვეშა ქალაქია, მიწისზედა ციხესიმაგრეებით, მიწისქვეშა სიმაგრეებით და სულ ბოლოს უკვე რა მინდა გითხრათ, რაც უკვე შემდეგ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ, ესე იგი ჩვენ ნაპოვნი გვაქვს მდინარე პირველი ფიშონი, მდინარე მეორე გიჰონი, მხარე პირველი ხავილა, ანუ ხალიფთა, მხარე მეორე ეთიოპია, ანუ აიეტიოპია და აიეტისა და მედეას ქვეყანა, მედეას მეორე სამშობლო, ასე ვთქვათ, პირველი აიას მერე მეორე მიდია, მიდია მისი სახელის გამო დაერქვა ამ მხარეს, მედეას სახელის გამო, უკვე ნაპოვნი გვაქვს ეს და ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ უნდა ჩამოსულიყო წყლიერი გზით სპარსეთის ყურიდან შავ ზღვაში ადამიანი აღმა ევფრატისა და ჭოროხის კალაპოტით და ეხლა მინდა გითხრათ, როგორ უნდა ჩამოსულიყო ბენგალიიდან პორტუგალიაში, ანუ დღევანდელი ბანგლადეშიდან დღევანდელ გალიციაში და ბასკეთში, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში ადამიანი იმ დროში ეს იქნებოდა ვაჭარი, ქარავანი, მოგზაური თუ ასე შემდეგ. მდინარე განგს აუყვებოდნენ აღმა აუყვებოდნენ მდინარე განგს, გადავიდოდნენ შესაბამისად ამუდარიასა და სირდარიას კალაპოტში, ჩავიდოდნენ არალის ზღვაში, არალის ზღვით მერე ჩავიდოდნენ კასპიის ზღვაში, კასპიის ზღვით შესაბამისად ამოდიოდნენ აღმა მდინარე მტყვრით, ამოდიოდნენ და გადმოდიოდნენ უკვე მდინარე ჭოროხის კალაპოტში და ჭოროხის კალაპოტით ჩადიოდნენ შავ ზღვაში და შავი ზღვით შესაბამისად მერე ჰელესპონტიდან და პროპონტიდიდან გადიოდნენ მედიტერანეაში, ანუ ბოსფორი და დარდანელით გადიოდნენ ეგეოსის ზღვაში და ხმელთაშუა ზღვაში და მერე ეგზე ნაპირ-ნაპირ მიემგზავრებოდნენ და ჩადიოდნენ გიბრალტარის სრუტით გალიციაში. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე ადვილად სავალი გზა აი ეს ორი სამყაროს დამაკავშირებელი და ამ გზას უნდა გაევლო თბილისზე, გორზე, უნდა ასულიყო ასპინძაში, არტაანში, არტაანიდან არსიანის ქედზე უნდა გადასულიყო, ეს არის 4 დღიანი სტრაბონისეული ნახსენები მშრალი გზა, მშრალი მონაკვეთი ამ წყლიერი გზისა და მერე უკვე არტანუჯის წყლის და იმერხევის წყლის მეშვეობით შესულიყვნენ მდინარე ჭოროხში, რომელიც მუდამ სანაოსნო იყო და ჭოროხის ნაოსნობაზე გთხოვთ იხილოთ თედო სახოკია, რასწერს, ვეიდენბაუმი, გიორგი ყაზბეგი, როინ მალაყმაძე, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და ცოცხალი ადამიანები საუბრობენ ნაოსნობაზე, მდინარე ჭოროხზე და ამის ფოტოებსაც მოგართმევთ ჩვენს გადაცემაში. ესე იგი ჩვენი გადაცემის რეზიუმე ის არის, რომ უკვე ნაპოვნი გვაქვს ორი ქვეყანა, ხავილა, ანუ ხალიფთა ქვეყანა, ეთიოპია, ანუ აიეტელთა
მედეას ქვეყანა, იგივე ქუშის ქვეყანა ბევრ წყაროში და ნაპოვნი გვაქვს პირველი მდინარე ფიშონი, რომელიც არის ფასისი და გიჰონი, რომელიც არის არაქსი. მშვიდობა გქონდეთ, ჯანმრთელობა გქონდეთ, ღვთისწყალობა გქონდეთ. დიდი მადლობა მეგობრობისათვის. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ჩემო მონათესავებო.